სალმებით ჩემო გამომწერებო, დღეს წარმოგიდგენთ ჩემი ოჯახის ერთ-ერთ უსაყვარლეს კერძს, სოკო შილას. გამოვიყენე ქამა სოკო და იმასაც გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალიან მიყვარს ეს კერძი, ხშირად არ ვამზადებ. როგორც კი საშუალება მომეცემა ხოლმე ქამა სოკოს შეძენის, მაშინ ხშირად წყდება ოჯახის საკითხი, რომ ეს კერძი უნდა მომზადდეს. მას ასე დავიწყოთ. მოვამზადე თვალზომით და მოგიყვებით რა და რა მასალა გამოვიყენე. კარგად გარეცხილი, შემდეგ გადაწურული და პატარა კუბიკებად დაჭრილი ქამა სოკო დავადგი სქელძირიან მაღალ ტაფაზე, დავასხი ძალიან ცოტა წყალი და დაბალ ცეცხლზე 1 წამოვხარშე. შემდეგ გადავწურე, სითხე აღარაფერში მჭირდებოდა, გადაწურული სოკო დავაბრუნე ისევ ტაფაზე, დავამატე კარაქი და წვრილად დაჭრილი ხახვი. მოვშუშე დაბალ ცეცხლზე ძალიან მსუბუქად. შემდეგ დავამატე კარგად გარეცხილი ბრინჯი. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ბასმათის მაგვარი, ოღონდ მრგვალი ფორმის ბრინჯია, თუმცა არის რაღაცა განსაკუთრებული ბრინჯი. რა ჰქვია სახელწოდებას ვერ გეტყვი, მაგრამ ძალიან კარგი და გემრიელი გამოვიდა. დავასხი იმდენი წყალი, რომ ბრინჯს ოდნავ ფარავდა, ცალკე მქონდა ადუღებული წყალი, შემდეგ გამოსაყენებლად თუ დამჭირდებოდა. დავამატე მარილი, დავამატე პილპილი და დავამატე ძირა, ეს ყველაფერი გემოვნებით. ცეცხლი იყო ჩაწეული, თავსაფარი დავაფარე და დავიწყე სადილის სრული მზაობა. ნელ-ნელა ჩანს კიდევაც ვიდეოში, რომ ბრინჯი მოიხარშა, აორთქლდა ეს სითხეც და გამოვრთე. ცოტა ხანს ასე გავაჩერებ ხოლმე, რომ გემოები კარგად გაუჯდეს და შემდეგ მივირთვათ. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. ეს არის ძალიან იოლი ვარიანტი შილაფლავის, ასევე გამოდგება მარხვის პერიოდშიც და არის ძალიან ნოყიერი და გემრიელი კერძი. დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ. დროებით დაგემშვიდობებით, ყველას ულევი წარმატებები.